ვართ ბატონი დანიელი ცეკვასი არის. ისე უყვარს ცეკვა ნონამ ქართული სული. ისე შეყვარა ცეკვა რომ ძალიან მთხოვა და წამოვიყვანე ხვალ დღეს სახლში დავრჩებით ხამე დედას მივართმევინე საჭმელი მოკლედ ყველაფერი სუფთად არის მშვიდად ვარ იძინავს და ხვალ საავადმყოფოში დავრჩებით უკვე არც სკოლა არის არც არაფერი და საავადმყოფოში ვიქნებით და მოკლედ რისი თქმა მინდოდა იცით ესე იგი რაც უფრო ვითარდები სულიერად, აი, როდესაც დავიწყე ღმერთის ადმეძიება კი არა, მაგალითად ტაძრებში, ანუ ნახეთ, ეკლესიაც გეუნებათ, რომ ტაძარი თქვენი სხეული, თქვენი ტაძარი არის, ღმერთო ჩემო, ანუ რას ნიშნავს? ყველაფერს გეუნებენ უბრალოდ არ ვუსმენთ, მაგრამ არ ვისმენთ ჭეშმარიტებას, რეალობას, ანუ იმდენად უფრო გვიადვილება, რომ იცი რა, აი, მას მაგალითად იმას შევწირავ, სანთელს დავანთებ, იმას გავაკეთებ და რაღაცა დამეცება. ეს უფრო ადვილია, ვიდრე ჩაიხედო, შენ თავში დისკომფორტში ჩაუჯდე. ვიდრე ჩახვიდე და მოიშუშო ტკივილი ტრამვა, რომ ღმერთი იპოვო სად? იქ კი არა. აქ შენში ეს რთული არის ის ეხლა შეწირვა, გადმოწირვა, სანთლის ანთება, იმის გაკეთება უფრო ადვილი არის, ვიდრე რეალური სამუშაოს გაკეთება. ვიხეთე კომენტარი დაძერო უტკბილესი დანიელი მადლიერი ვარ თქვენი ყველასი და ზუსტად ამ თემას ვეხები ახლა ნახეთ მოვდივარ და ვუყურებ ესე იგი დეტავისი აღიქვათ თქვენც აი ზუსტად სიმართლე იცით მაგრამ თქვენც აი ეს უფრო სულიერად უფრო ღრმად რო ჩახვალთ სულიერებაში სხვადგვარად დაინახავთ ყველაფერს მოკლედ როგორც იცით მე ადამიანებს უკვე ვეღარ ვხედავ მე ვხედავ ენერგიებს და იცოდეთ თქვენი შვილი თქვენ ხართ რეალურად როდესაც ამიტომ აი ახლა ამას მივაბავ სიკეთე არ არის ის რასაც თქვენ შვილს უკეთებთ რასაც უკეთებ მე დედას მე რასაც დედა ჩემს ვუკეთებ ეს ჩემ ციბერეს ვუკეთებ რეალურად ამ ყველაფერს ახლა ვხვდები რასაც თქვენ შვილს უკეთებთ რეალურად თქვენში არსებულ პატარა ბავშვს უკეთებთ სულით თუ თქვენ შეცვალეთ რა ტრამვებიც გქონდა თუ თქვენ შეცვალეთ და იგივე არ გადაეცით ტკივილი თქვენ შვილს რეალურად საკუთარი თავი მოიშუშურეთ ესე იგი თქვენ თუვლით თქვენ შობელს ნიშნავს რომ თქვენ სიბერეს უვლით ანუ ყველაფერს აკეთებთ თქვენთვის სიკეთე ამიტომ ოჯახის წევრებს რაღაცა გაუკეთე ეს სიკეთე კი არ არის ჩემო კარგო სიკეთე არის როდესაც სხვას უცნობს უბრალოდ იმიტომ კი არა რომ დამიბრუნდება და უბრალოდ რომ გააკეთებ იმიტომ რომ ეს არის საწყისი შენი გესმი აი ეს არის რომ ყოველგვარი ტაშის დაკვრიშს გარეშე ყოველგვარი აი რაიმის დაბრუნების იმედის გარეშე რომ გააკეთებ უანგაროდ სიკეთეს აი ეს არის კეთილშობილება ეს არის ღვთისძალა ეს გახლავთ უპირობო სიყვარული და ნახეთ დედა იქ არის დედანიელ ბევრჯერ მithkoms და იცოდეთ თქვენი შვილი თქვენ ხართ იგივე სული არის უბრალოდ სხვადასხვა სხეულში გადანაწილებული იცოდეთ თქვენ ხართ მესმის ახლა რთული არის ამ ყველაფრის აღქმა რო წახვალთ ამ ქვეყნიდან იმედი მაქვს მანამდე მიხვდებით მაგრამ რო წახვალთ მაშინ ხო აგეხილებთ აეხდება ყველაფერს ფარდა მიხვდებით რა ყოფილა ცრუ და მართალი თქვენი შვილი იგივე სული არის უბრალოდ რაც თუ გოგოყავთ იცოდეთ რომ თქვენ რა შეცდომებს გადავიდა ეგრევე მისი გამოსასწორებელი არის ბიჭთან კიდე სხვა მდგომარეობა არის მაგრამ იცოდეთ რომ თუ ტრამპირებული ხართ თუ ტკივილში ხართ და გადაეცით ტკივილი კიდე გაგრძელდება აქ მოვდივართ ერთი და იგივე სულები
რომ განვავითაროთ ეს სხეული, რაც მე ვერ შევძელი რომ ჩემმა შვილმა შეძლოს, მაგრამ მე თუ გადავეც ისევ ტკივილი ტრავმა რაღაცა ვერ ამოვა გვარი ამ აი ესე რომ ვთქვათ ნეგატივიდან, რასაც წყევლას ეწახით. ვერ ამოვა გვარი. ჩვენ გვარის გადასარჩენად მოვდივართ, რომ ვუშველოთ გვარს, რომ არ გადაშენდეს ადამიანი. გესმით? ამიტომ მოდის ერთი და იგივე სული ჯერ მოვედი მე გავაჩინე იგივე სული მე ანუ ჩემ შვილს კი ჩემ თავს ვუვლი. უბრალოდ აქ ხდება დაყოფა. შვილი, დედა, მამა ყველა ერთინი ვართ. ერთი და იგივე სული, წყარო ერთია, უპირობო სიყვარული. მოვდივართ უბრალოდ ვუშველოთ ამ სხეულს. აგერ უამბობენ ცხოველებზე, ოხ ადამიანები ახლა ცხოველებმა სიყვარული იცი არა არიცი ბატონო, ამ სხეულმა არ იცის უპირობო სიყვარული. პირობითია, რატო გონია რომ უპირობოდ უყვარხარ, რადგან საკვები აქვს, ყველაფერი აქვს, იმიტომ არ გესხმის. ნახეთ, ცხოველებში არის პირობა. ნახეთ, ცხოველებში არის დომინანტობა, რაც ადამიანებსაც გვაქვს ეს სხეული ხო ცხოველის გვაქვს. დომინანტობა, манипуляция, აგრესია, ასე შემდეგ, ეს ყველა პირობა, ყველაფერში უპირობო ეს არის, აი ნახეთ, ეს არის ცხოველური საწყისი. ნახეთ, თქვენ თქვენ ძაღლთან ერთად იყოთ მაგალითად გარეთ. ძაღლმა არ იცის, რომ მაგალითად შეიძლება ბოლო ლუკმა აიღოს. ანუ პირობით აქვთ. არ იცის, რომ აი მაგალითად ასე რო გიყურებს და დიდ რასაყვარელია, манипуляტორი. აი თუ ცხოველზე რასაყვარელია манипуляტორს იძახით. ანუ ხვდებით, რომ манипуლირებს შენით. და მაშინ ადამიანებს რატო გტკივათ? იმიტომ რომ ცხოველის არ ჩას, იმიტომ რომ манипуლირებს იმ საკვებით რამც მრავლად გაქვთ. აბა ქუჩაში იყოთ და ბოლოს რო წაიღებს, იმიტომ რომ აღქმა არ აქვს იმას რომ თქვენ ბოლო წაგართვათ. გესმის? ის ცხოველი გადარჩენის ინსტინქტით არის. უბრალოდ სახლში მრავლად აქვს ყველაფერი. ამიტომ ვერ გრძნობთ და გონიათ რომ ცხოველს უპირობოდ უყვარხართ. არა, ჩემო კარგო. თქვენ რო გარეთ იყოთ, თქვენ რო სუსტი იყოთ, ცხოველში პირობა არის. სუსტი ეგრევე მიდის ამ ქვეყნიდან. გესმით? ანუ ის გიკბენს რომ გამოასწორო, იქ ჰარმონია არის, ლიდერს მიყვება ყველაფერი. ყველა და ყველაფერი. იქ თქვენ კი არ იქნებით ეხლა ისეთ როგორი პატრონებიც ყავს ეხლა ძაღლებს, ასეთი რომ ველურ ბუნებაში იყოთ თქვენ. თქვენთან ესე არ გაჩერდებოდა ძაღლი. ძაღლს აქვს უბრალოდ იცით როგორი მაგალითად ჯგუფი უნდა იყოს. ძაღლს გონია რომ ჯგუფის გარეშე ის არაფერს არ წარმოადგენს. ამიტომ უყვებათ ყველგან. ამიტომ კი არა რომ უყვარხარ და კი რა თქმა უნდა სიყვარული არის, მაგრამ არა უპირობო, ჩემო კარგო, უპირობო არის ზეგრძნობა. უპირობო სიყვარული არ აქვს ამ სხეულს, მაგრამ ყველანი ვართ უპირობო სიყვარულის წარმომადგენლები, მატარებლები. გესმით? უბრალოდ უნდა ვისწავლოთ. ესენიც ისწავლიან, როგორც ჩვენ ადამიანებმაც უნდა ვისწავლოთ უპირობო სიყვარული. მე ასე კი არ დღემდე ვსწავლობ. გესმით? ამიტომ ამათ პირობა აქვს. ნახეთ, საკვები ის არ იქნება, ეს არ იქნება, მაგალითად მე ვარ ლიდერი, შენ უნდა დაგიცვა, იმას შევჭამ, იმიტომ რომ შენ ხარ სუსტი, იმიტომ რომ მგონია რომ შენ რო ადამიანი მაგალითად, შენ ძაღლის აღქმას ვაპობ. შენ რომ გადაშენდე მაგალითად თუ არ დაგიცავე, მაშინ მე რამე შვილება შენ გარეშე. და ამიტომ ერთმანეთზე არის გესმის გადაჯაჭვული და ამიტომ არის თქვენთან ერთად დიდი ერთგულება. ერთგულება ცხოველური საწყისი არის, ჩემო კარგო. ერთგულების გარეშე ვერ გადარჩები ველურ ბუნებაში. თუ ერთმანეთის გატანა არ გაქვთ. ამიტომ უნდა განვასხვათ და ბევრი სხვა რაღაც არის, მოკლედ ამაზე არ ვიტყვი, მაგრამ იცოდეთ. ისწავლეთ უპირობო სიყვარული და მოუარეთ თქვენ შვილს. ნახეთ, თქვენ შვილს როგორც მოუვლით, ნიშნავს რომ ისევე მოუარეთ და ისევე გაზარდეთ თქვენში არსებული პატარა დაჩაგვრილი თქვენივე თავი. და როგორც და ნიშნავს რომ ამოხვედით ამ საგვარეულო ნეგატივი და წყევლიდან. თუ რასაც ეძახიან სინამდვილეში ჩვენ თვითონ ვაკეთებთ ყველაფერს.
როდესაც თქვენ შვილს არ გადაიცეთ ანალოგიური ტკივილი და თუ მოუარეთ მოხუც მშობლებს, ნიშნავს რომ მოუარეთ თქვენ, უვლით თქვენ მოხუცებულ თავს. აი ეს არის სიმართლე. ნახეთ, დანიელს ძალიან მოწონს აი ესეთი აზიური წარმოშობის გოგოები და ეხლა მე როგორც დედას ცოტა ხო, მაგრამ რას მივხვდით? ეს ეგო წამოვიდა, გესმით, ესეც მივხვდით. ანუ არ ჩაერიოთ თქვენ შვილებში, ღმერთო ჩემო, აი რატო გონია რომ კონტროლით რაღაცით, აი როდესაც ერევით უცვლით თქვენ შვილს ბედს. გესმით, უცვლით ყველაფერს, ჩემ შვილს ერთადერთი რაც უნდა ვასწავლო, არის ის რაც უნდა ვასწავლო, რაც უნდა გავაკეთო, ჩემ თავს უნდა ვასწავლო უბრალოდ, მე რო ვისწავლი, ჩემი შვილიც ნასწავლი იქნება. მე რო ვისწავლი, მე რო მოვიშუშებ, მე რო გავზრდი, მე რო ვისწავლი უპირობო სიყვარულს, ჩემი შვილსაც არ გადაეცემა ის ტკივილი, რაც მე თაობამ გადმომცა, მაგალითად საჩუქრად მემკვიდრეობით, ხო? არ გადაეცემა, იქნება თავისუფალი ადამიანი. თავისუფალი ადამიანი არ იბძრომიალებს ქალებში. არ ესე იგი, განლევა არ მოხდება მისი შემოგქმედებითი ენერგიის, არ იქნება დაკარგული, არ იქნება ლოთი, არ იქნება ასე შემდეგ, თუ სწორად მოვიქცევი ვინ მე, გესმით? ამას ვანახებ ჩემ შვილს. ნახეთ, რომ არ დაიბნეს, როგორც მე ვიყავი დაბნეული, ხო? რომ ის ჩემთვის თავარი არ არის ვისთან ერთად იქნება. თავარია იყოს მისივე სული. გესმით? ამას კიდევ ხალ ცალკე მოვყვები. ანუ თავარია იყოს ის მისი მეორე ნახევარი, ანუ twin flames, რასაც ეძახიან, ხო? აქ, როდესაც ერთობა ხდება, სულის მაშინ ახდენენ ეს სულები სასწაულს. გესმით, ეს სული, ქმარი, დედრობითი, მამრობითი, აი მაშინ რაღაც, აი საოცარი ენერგია არის, რა საოცარი, რომელიც რაღაც სამყაროს ცვლის უკეთესობისკენ. ამიტომ აი ადამი და ევა დანაწევრებული რაღაცა უნდა გამთლიანდეს ისე ადრე იყო ერთი, მერე მოვჭა ამ სხეულში გადანაწილდნენ, მოკლედ ამას აღარ გავაგრძელებ, ძალიან ბევრი ინფორმაცია იქნება, ეს თუ მომინდება, თუ აუცილებელი იქნება შემდეგისთვის. და ნახეთ, და ამიტომ თქვენ რო ჩემო შეიძლება ვიღაცასთან არის არ ჩაერიოთ, შეიძლება იმ გოგო მისი ატკინოს, რომ მივიდეს, მიიყვანოს თავის მეორე ნახევართან. გესმის, იმასთან, ვისთანაც თელი ცხოვრება იყო, არის და იქნება, უბრალოდ ახლა არის დაბნეული და სხვას აეკიდა. გესმით, ვერასდროს ვერ იქნება თქვენი შვილი ბედნიერი სხვასთან, თქვენ რო აი მაგალითად მე მინდა მდიდარი გოგო, ან მე მინდა აი ესეთი გოგო, მე მინდა ეს თქვენ გიდათ, მაგრამ თქვენი შვილის სულს რა უნდა ჯერს ეს თქვენი შვილი იგივე თქვენ ხართ. გესმით, და იმდენად არ იცით თქვენ რა გინდათ, ამიტომ თქვენ არ იცით რა, ჩვენ არ ვიცით რა გვინდა და ვუწყვით და ჩვენ შვილს, აი შვილსაც ვანგრებთ, ვანადგურებთ და მოკლედ ვერ ამოვიდივართ ამითხელა ნეგატივიდან და ჩემო კარგო, აქ მოვდივართ გამთლიანებისათვის, ზუსტად ასე ვზრდით მე ამ სხეულს. გესმის, ქალის საწყისი, ქალის ენერგია უნდა შეხვდეს მამაკაცის ენერგიას, ქალის სხეულ, ნახეთ, სული მოდის, ხო? ერთი ნაწილდება დედრობით სხეულში, მეორე მამრობით სხეულში, გამთლიანდებით იცვლება გვარი, ყველაფერი. გესმით, იშუშებს ეს მდედრობითიდან იწყება განკურნება. იშუშებს იქ კაცის ენერგეტიკა იხვიძებს მე მამრობით სხეულში გადანაწილებული ენერგია იხვიძებს, ასე მე ხდება მთელი გამთლიანება და მე მოკლედ ის გვარი უკვე გადარჩენაზე და ცხოვრების საწყისებით კი არ იქნება. არამედ იქნება ღმერთის ცნობიერებაში მდგარი, ჭეშმარიტებაში მდგარი. გესმით? ამიტომ თქვენ არ გადაუწყვიტოთ თქვენ შვილს. თქვენ ხართ ბედნიერი და რატო აუბედურებთ თქვენ შვილს? იმიტომ რომ თავადვე არ იცით ბედნიერება, ხო? და გონიათ იქნება, ვიცი, ეს არის შიში, გეშინიათ. იმან მაინც არ დაუშვა შეცდომა და უფრო დიდ შეცდომას აშვებინებ თქვენ შვილს, იცოდეთ. თავისუფალი თაობები აღზარდეთ. პირველ რიგში უნდა აღზარდოთ ჩვენგან თავისუფალნი. ერთადერთი რაც მინდა დანიელს, რომ აი ეს რომ მოვიშუშო ეს ტკივილი, ეს ყველაფერი რომ თავისუფალი იყოს არჩევანში, რომ აირჩიოს ის, ვინც თავადვე არის.
გესმით? ანუ მისი მეორე ნახევარი როგორც უნდა იყოს ეს გოგო და უკვე მიყვარს ძალიან მეტი და აი ესე გულში ჩავიკრ არ ვიცი წლების შემდეგ ალბათ ეს გოგო დანიელი მოიყვანსოს და ნახავს ეს ვიდეო ხო დარჩება და იცოდი მიყვარხარ უკვე უპირობოდ მიყვარხარ ერთოჩება ვიცი რომ ჩემთვის ძალიან უფრო საოცრებს შექმნა თავარია ნახოს ჩემს შვილმა თავის მეორე ნახევარი და მეც თუ აუცილებელი იქნება როგორც დიდის წერილში წერი თუ ჩემი მეორე ნახევარი მოვა მე მასთან აუცილებლად ვიქნები ნიშნები მაქვს ბევრი ნიშანი მაქვს თუმცა ამის შესახებ ახლა აქ არ მოვყვებით აბა დროებით ეს ნახეთ გადა როგორ მიყურება რა გინდა შენ მიყვარხართ მე თქვენ უპირობოდ მიყვარხართ